მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მერს, მივესალმები საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, ძვირფას კოლეგებს, ქართველ დიპლომატებს. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ყველას დღეს აქ ყოფნისთვის, მობრძანებისთვის და დიპლომატების პროფესიული დღის მოლოცვისთვის. ჩვენი ქართველი დიპლომატების პროფესიული დღე უკავშირდება დიდ ქართველს, სულხან საბა ორბელიანს, ქართული დიპლომატიის სიმბოლოს, რომლის გამბედაობამ, სიბრძნემ და სამშობლოსადმი უსაზღვრო ერთგულებამ საუკუნეების წინ შთამბეჭდავი მაგალითი დაგვიტოვა. ჩვენი ქვეყნის ისტორიის უდიდესი ნაწილი ბრძოლების ისტორიაა. გეოპოლიტიკამ დიპლომატიას არც თუ ისე დიდი სივრცე და გასაქანი მიცა ჩვენი არსებობის მანძილზე. თუმცა ბევრი რამ გვასწავლა. დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა ძალიან რთულ გამოცდას გადის, საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად იცვლება, მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცით და სიფრთხილით შეიძლება საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება. დღესაც გეოპოლიტიკა სწორედ დიპლომატიის დაკნინებას, დიალოგის შესაძლებლობების შეზღუდვას და ძალის ენით საუბარს ლამობს. დღეს დიპლომატების სიმტკიცეს, ერთგულებას და პროფესიონალიზმს განსაკუთრებით დიდი ფასი აქვს ჩვენი ქვეყნის ინტერესების, ღირებულებების და ღირსების დასთვის საქმეში. დეზინფორმაციის ნაკადების sapirწონეთ მსოფლიოს ყველა კუთხეში მკაფიოდ, ღირსეულად და პასუხისმგებლობით უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა, ხმა მშვიდობის და ჩვენი მომავლის ღრმა რწმენის. საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე ჩვენი სამშობლოს ყველა ტკივილი და წარმატება საკუთარ თავზე გამოცადა და განიცადა. იყო დიპლომატი ნიშნავს გაბედულად შეხედო ყველა გამოწვევას, ყველაზე კარგად შეიგრძნო შენი სამშობლო, დაიცვა და წარმოაჩინო ის მიუხედავად ბევრი სირთულისა და ბევრი წინააღმდეგობისა. ეს არასდროს ყოფილა მარტივი საქმე ქართველი დიპლომატებისთვის, თუმცა ღირსეული ადამიანების ერთგულმა შრომამ და მიზანდასახულობამ ჩვენს ქვეყანას არაერთხელ შეაძლებინა შეუძლებელი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველ დიპლომატს, რომელსაც მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, შრომით, ერთგულებით და სიმტკიცით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების საქმეში. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ სიამაყით და შემართებით დავიცვათ ჩვენი სამშობლოს სუვერენული ინტერესები. დიდი მადლობა ამ პატარა ოჯახს სიმტკიცისთვის და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ თქვენ დღეს აქ მობრძანებისთვის და დღევანდელი დღის ჩვენთან ერთად აღნიშვნისთვის. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, უცხოელ დიპლომატებს, ჩვენ სტუმრებს, საპატრიარქოს წარმომადგენელს და ძვირფას დიპლომატებს. ჩემო კარგებო, ჩემო დიპლომატებო, გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და დიპლომატის სულხან საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება. 2020 წლიდან უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ დიპლომატის დღესთან დაკავშირებით დამსახურებულ დიპლომატებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, სწორედ სულხან საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადაეცემათ, რაც ნამდვილად მისასალმებელია. სიმბოლურია ისიც, რომ დღევანდელი ღონისძიება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, საფრანგეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის
ასევე საზოგადო მოღვაწის აკაკი ჩხენკელის ხსოვნას ეძღვნება და წელს პირველად ქართველ დიპლომატებს აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადაეცემათ. დღეს, როდესაც გლობალურად სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ინტენსიური ხდება საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში თქვენი დიპლომატების როლი განსაკუთრებით დიდია. დიპლომატთა ძლიერი კორპუსი, რომელიც იცავს სახელმწიფო ინტერესს, ძლიერი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გარანტია. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც იცავს და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე. ყველას უმტკიცებს, რომ პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მატარებელი ღირსეული ერი ვართ. დღევანდელი ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიონალიზმი და სამშობლოსადმი უპირობო დამოკიდებულება. დიდია თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. ასევე თქვენი საქმიანობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გამტკიცების თვალსაზრისითაც. პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი პატივია ემსახურო ჩვენს ხალხს, სახელმწიფოს და დაიცვა ქვეყნის საუკეთესო ინტერესები. ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს სწორედ თქვენნაირი პროფესიონალები წარმოადგენენ. დღეს საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში. ეს მისია სწორედ თქვენ გაკისრიათ და წამს, რომ პროფესიული სტანდარტების ერთგულებით პირნათლად შეასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას. დასასრულს მინდა განსაკუთრებული პატივისცემით მოგილოცოთ სულხან-საბა ორბელიანისა და აკაკი ჩხენკელის უწყებრივი ჯილდოების ლაურეატებს. ყველა დიპლომატს კი კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებას გისურვებთ თქვენ საპასუხისმგებლო საქმიანობაში. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს პარველი. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დედაქალაქის მერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მივესალმები მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მივესალმები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს და მოგესალმებით ჩვენს ელჩებს, საქართველოს ელჩებს და ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ყველას გილოცავთ პროფესიულ დღეს და ყველას გიხდით მადლობას ერთგული სამსახურისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და გამტკიცებას ემსახურება. დიპლომატიის დღის აღნიშნული ტრადიციად იქცა და სიმბოლურია, რომ ეს დღე გამოჩენილი ქართველი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება, რომლის საქმიანობამაც ქართული დიპლომატიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. წლევანდელი ღონისძიება პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და გამარჯვებული დიპლომატის აკაკი ჩხენკელის ხსოვნას ეძღვნება. მნიშვნელოვანია ქართული დიპლომატები სწორედ ამ მოღვაწეთა მაგალითის მიხედვით აგრძელებდეთ ღირსეულ სამსახურს, ემსახურებოდეთ საქართველოს ინტერესებს, დაიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და განამტკიცოთ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იყო და რჩება დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა და განვითარება. ეს არის პასუხი ჩვენი სახელმწიფოს ყველა გამოწვევაზე. საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობის და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების სრული განსაკუთრებულია. გასული 5 წელი და განსაკუთრებით გასული 3 წელიწადი იყო უამრავი გამოწვევით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ქართველი დიპლომატების როლი იყო განსაკუთრებული და ჩვენ ვართ ამაყი, რომ ამ წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრინციპულად და ამაყად ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და თითოეულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა ამისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ
ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, პროფესიულ დღეს, მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაში. მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. მოგესალმებით, მივესალმები ბატონ პრეზიდენტს, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, მივესალმები ქალაქ თბილისის მერს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მივესალმები ქალბატონ საგარეო საქმეთა მინისტრს და ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს. პროფესიულ დღეს გილოცავთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს ერთგულად იცავთ. დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. დიპლომატია გახდა არა მხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი. სწრაფი ტემპით ბარდება წარსულს დრო, როდესაც სახელმწიფოები ერთმანეთთან ოფიციალური არხებით ავითარებდნენ ურთიერთობას და დიპლომატის სამსახური და მოვალეობა მხოლოდ მასპინძელი ან მესამე ქვეყნის ოფიციალური პირების ინტერესების წინაშე თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა იყო. დღევანდელი სამყარო სულ სხვაგვარ, კომპლექსურ და სწრაფად ცვალებად გამოწვევებს გთავაზობს, როდესაც დიპლომატი იმავდროულად არის მომლაპარაკებელიც, ინფორმაციის შემკრებიც, ანალიტიკოსიც, პოლიტიკური აქტორიც და საჯარო პირიც, რომელსაც ქვეყნის ინტერესების დაცვა უკვე არა ერთ ან ორ, არამედ მრავალ მიმართულებაზე ერთდროულად უხდება. დღევანდელ კოსმოპოლიტურ, გლობალიზებულ სამყაროში ეროვნულ ინტერესებს ზოგიერთები ანაქრონიზმად, წარსულის გადმონაშთად წარმოგვიჩენენ, რომელთა დაცვაც რეგრესად და ჩამორჩენილობადაც შეიძლება იყოს ასოცირებული. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვითარების და დროების მიუხედავად, დიპლომატი იყო, არის და უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სამსახურის პრიზმიდან დაინახოს საერთო საკაცობრიო ღირებულებები და ამოცანები. ამიტომაც ქვეყნის გარეთ დიპლომატი სახელმწიფოს ინტერესების დამცველია არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების წინაშე, არამედ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაშიც. საკუთარი ქვეყნის შიგნით კი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისადმი გულგრილად განწყობილ ჯგუფებთან, რომლებსაც ხშირად მოჩვენებითი გლობალური ტენდენციები უფრო ეძვირფასებად, ვიდრე საკუთარი სამშობლოს თუნდაც მცირე მასშტაბის, ადგილობრივი მნიშვნელობის, მაგრამ რეალური სასიცოცხლო და გადამწყვეტი ინტერესები. უნდა გავითავისოთ, რომ არ არსებობს მოხელე, რომელიც აბსტრაქტულ სახელმწიფოს და მის ინტერესებს წარმოადგენს. არამედ ყველა ჩვენგანი საქმიანობა ქართული საზოგადოების დინამიური ცვლილებების ანარეკლია და ჩვენ სწორედ დინამიურად განვითარებად ქართველ ხალხს წარმოვადგენთ მისი ინტერესებითა და მისწრაფებებით. ეს ინტერესები და მისწრაფებები კი, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, არჩევნებზე გამოიხატება, სადაც ქვეყნის მთავარი მიმართულებები განისაზღვრება. ხალხი აძლევს მანდატს პარლამენტს, პარლამენტი განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას, არჩეული მთავრობა კი მას რეალურად აქცევს. ხალხსა და დიპლომატს შორის ნებისმიერი სხვა კავშირის ძიება არღვევს დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს და თვითნებურია. ქალბატონებო და ბატონებო, დღეს, როდესაც საინფორმაციო ომი ხშირად რეალურ ომზე საშიშიცაა, დიპლომატებს ეკისრებათ ურთულესი მისია, სიმართლის დაცვა ტყუილის ხმაურის ფონზე. დიპლომატების ამოცანაა ინფორმაციის ქარტეხილებში სწორად წარმართონ ბრძოლა მოსაზრებების, აღქმებისა და ტენდენციების ჭიდილში. დიპლომატი, რომელსაც ეჭვი ეპარება თავისი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაში, თავისი სახელმწიფოს ინტერესების მნიშვნელობასა და სისწორეში, ვერასოდეს ჩამოაყალიბებს საჭირო პოზიციას და ვერასოდეს მიიტანს დამაჯერებელ მოსაზრებას საჭირო სამიზნემდე. ნურავინ იფიქრებს, რომ ქართული დიპლომატების მუშაობის სირთულე ვინმეს ან არ ესმის, ან სათანადოდ არ აფასებს. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს პარლამენტს სრულად აქვს გააზრებული თქვენი ბრძოლა და სირთულეები. პარლამენტი თქვენს გვერდითაა და აფასებს თქვენს შრომას, ბრძოლას და თავდადებას. ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულებამ შეგვაძლებინა დაგვეცვა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და მიგვეღწია საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდისთვის.
ამ ჭიდილში ჩვენს ხელისუფლებამ და დიპლომატებმა უკვე კარგად გავიაზრეთ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს. ჩვენ მყარად უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციებზე. არ უნდა ავყვეთ ყალბ ემოციებს ან გარე ზეწოლას იმ ხმამაღალი კრიტიკის მიუხედავად, რომელიც შესაძლოა რთულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს მოჰყვებოდეს. პრინციპულობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოქნილები არ ვიქნებით. არამედ ნიშნავს იმას, რომ ყველა სიტუაციაში გვეცოდინება ვინ ვართ, რა არის ჩვენი ღირებულებები და საითკენ მივდივართ. ჩვენი გზა ძლიერი, დამოუკიდებელი, ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას გულისხმობს, ხოლო ჩვენი წარმატება პრინციპულ, პრაგმატულ, პატრიოტულ საგარეო პოლიტიკაზე გადის. ქალბატონებო და ბატონებო, დიპლომატია არ არის ყველას დასაკმაყოფილებლად შექმნილი ინსტრუმენტი. მისი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა ისეთი ხიდების მშენებლობით, რომლებიც ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფენ. საქართველოს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ დიპლომატის დღეს და დიდ მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს წინაშე თქვენი თავდადებული, ერთგული, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის. მადლობა. ძვირფასო სტუმრებო, წელს დიპლომატის დღე ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობას. ქართველი ერის ბედი ღბლის გამომჭედი არის მისი დემოკრატია. აკაკი ჩხენკელი, საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი. სოხუმი 1874 წელი. სასულიერო პირის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა კაცი, რომელიც მოგვიანებით თანამედროვე ქართული დიპლომატიის ფუძემდებელი გახდა. სწავლობდა კიევის, მოსკოვის, პეტერბურგის, ლაიფციგისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში საქართველოს ინტერესების დასაცავად. 1918 წლის 26 მაისი, ისტორიული დღე. საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აკაკი ჩხენკელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება. ქვეყანა საგარეო კურსს ირჩევს. 1918 წლის ივნისში ჩხენკელი ხელმძღვანელობს პირველ ოფიციალურ ვიზიტს გერმანიაში. საერთაშორისო ურთიერთობებით ცდილობს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და სამხედრო საკითხების გადაწყვეტას. 1919 წლის თებერვალი. აკაკი ჩხენკელი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩა დამფუძნებელი კრების წევრად. საქართველოს ხმა საერთაშორისო ტრიბუნიდან ისმის. ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს და იღვწვის ერთა ლიგაში მისი გაწევრიანებისათვის. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველმა ელჩმა აკაკი ჩხენკელმა ელისეს სასახლეში პრეზიდენტ მილიერანს რწმუნებათა სიგელები სწორედ 1921 წლის 25 თებერვალს გადასცა, როდესაც ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმია თბილისში შემოდიოდა. იგი 13 წელი ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიას პარიზში. მისიის გაუქმების შემდეგაც არ შეუწყვეტია ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. 1959 წელს გარდაიცვალა პარიზში. დაკრძალულია ლევილში, მიწაზე, რომელიც ქართველებისთვის ქვეყნისადმი სიყვარულის სიმბოლოა. ბატონებო, ვიწყებთ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალს. საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის სახელის უკვდავსაყოფად დაწესდა ჯილდო, რომელიც დიპლომატიური სამსახურის გამართულად ფუნქციონირებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემათ ქართველ დიპლომატებს. ჯილდოს გადასაცემად ვთხოვთ ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს. აკაკი ჩხენკელის სახელობის მედალი გადაეცემა ქალბატონ ნინო ბარათაშვილს. ნინო ბარათაშვილი გახლავთ საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი. მისი დიპლომატიური კარიერა თითქმის 3 წელს ითვლის. აღსანიშნავია მისი წვლილი საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ურთიერთობების განვითარებაში. ქალბატონი ნინოს გამორჩეული უნარჩვევები და დიპლომატიური გამოცდილება ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური სამსახურისთვის. აკაკი ჩხენკელის სახელობის მედალი გადაეცემა ბატონ გიორგი ტაბატაძეს, რომელიც გახლავთ საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი. მისი დიპლომატიური კარიერა 10 წელზე მეტია გრძელდება.
განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი საკონსულო საქმიანობის განვითარების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საქმეში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. აკაკი ჩხენკელის სახელობის მედალი გადაეცემა ბატონ ზურაბ დარჩიაშვილს. დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გამორჩეულია ზურაბ დარჩიაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი და მისი წვლილი ქართული დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში. იგი უკვე 10 წლეულებია ერთგულად ემსახურება დიპლომატიური სამსახურისთვის ამ მნიშვნელოვან საქმეს. აკაკი ჩხენკელის სახელობის მედალი გადაეცემა ქალბატონ მარიკა ლალიაშვილს, რომელიც გახლავთ ამერიკის დეპარტამენტის უფროსი. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე, ასევე დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. მისი საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება და უნარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. აკაკი ჩხენკელის სახელობის მედალი გადაეცემა ქალბატონ დიანა მალაზონიას, რომელიც გახლავთ ევროპის დეპარტამენტის მეზობელი ქვეყნების სამმართველოს უფროსი. მისი შემართება, პროფესიონალიზმი და საქმის განსაკუთრებული სიყვარული ყველასთვის თვალსაჩინო გახლდათ ყველა დიპლომატიურ მისიაში. აკაკი ჩხენკელის სახელობის მედალი გადაეცემა ბატონ ალექსანდრე ჯიშკარიანს, საქართველოს გენერალურ კონსულს ქალაქ სტამბოლში. ალექსანდრე ჯიშკარიანი 2 წლეულია საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში და ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ღირსეულად წარმოადგენს სხვადასხვა მისიებში. ქართული დიპლომატიის დღე დიდი საზოგადო მოღვაწის მწერლის და დიპლომატის სულხან საბა-ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება, რომელმაც ევროპისკენ გზა ჯერ კიდევ 3 საუკუნის წინ გაკვალა. სულხან საბა-ორბელიანის სახელობის ჯილდო 2020 წლიდან გადაეცემა დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერის, საქართველოსთან მტკიცე მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და განმტკიცების, საქართველოს ინტერესების დაცვისა და ქვეყნის განვითარების პროცესში მხარდაჭერისათვის. წელს სულხან საბა-ორბელიანის მედალი გადაეცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს შესახებ რეზოლუციების უპრეცედენტო მხარდაჭერის მოპოვებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას და უსაფრთხოების პოლიტიკის საერთაშორისო ორგანიზაციების ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის დირექტორს არჩილ ყარაულაშვილს. ძვირფასო სტუმრებო, ბატონი ლაშა და ბატონი არჩილი ამჟამად ჟენევაში იმყოფებიან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე წარმოადგენენ საქართველოს. დიდი მადლობა მათ. ასევე სულხან საბა-ორბელიანის სახელობის მედალი გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს დავით ბაქრაძეს. ბატონი დავითის დიპლომატიური კარიერა 2 წლეულს ითვლის. სხვადასხვა წლებში იგი გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთში. ამ წლების განმავლობაში მას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა. ქალბატონებო და ბატონებო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ამით დასრულებულია.